ისეთ საქციელი არ მოგეთხოვე. რა თქმა უნდა. ეს ჩამოუყალიბდა ადამიანს. ქუჩაც მაგითო ვიძახი, რომ აი ქუჩაში აი ბირჟოვიკები, აი ავიღოთ ახლა ბირჟოვიკების, ანუ არა ბიჭი, რა შეცდომა, მაცადე არა, აი მაცადე შეცდომას ხსნი, მაგათ შეცდომას. მაგათი შეცდომა ის არის, რომ მათ გარშემო ბავშვები რო დარბიან, ხო, ეგენი უყურებენ ამ უფროსთაობას. რასაც აკეთებს უფროსი, იმას სწავლობს უმცროსი. ეგრევე იღებს. შეიძლება ოჯახში მაგას არ ასწავლიან, მაგრამ ქუჩაში საერთო სივრცე და ქუჩაში არის საერთო ინფორმაციას გავცემთ. კამი კი ერთად ვიკრიბებით, ყველაზე დიდი ოჯახი იქნება და შენ იმ ოჯახშიც თუ არ დაიცავი, იმ დიდ ოჯახშიც თუ არ დაიცავი წესიერება, ხო? მაშინ სახში რაც გაქვს წესიერება ის უკვე აღარ არის ფასეული რა, კარგავს თავის ფასს, იმიტომ რომ გარეთაც ვერ იცავ. სახში თუ იცავ, სახში იმიტომ რომ შენი სივრცეა, მაგრამ გარეთ რაც გიშლის ხელს რომ ის წესიერება დაიცვა. არავინ არ გიშლის მაგაში ხელს, არავინ არ გეტყვის რატო იცავ წესიერებას. ვერავინ ვერ გეტყვის მაგას შანსი არა. წესიერებაში რა შედის, ხო, სწორი ქცევის წესები, რომ არ უნდა დააგდო ნაგავი ძირს. და იყო რაღაც კულტურული რა